ეკამარშანია ანსამბლი კავთა იყო პოსტალიონის სცენაზე და ჩვენთან ასევე არის ჯვრის მამის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი თალმას ჩოხელი. მობრძანდით ჩვენთან, მობრძანდით. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ, დაბრძანდით. აბრძანდით. როგორ ბრძანდებით? ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ой, რა კარგია. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, ამ სიმღერის შესახებ დავიწყოთ ხო პირველ რიგში? როგორ შეიქმნა ეს სიმღერა და მე ვიცი რომ მამაო თქვენ ბრძანდებით ტექსტის ავტორი. დიახ, აბა მოგვიყევით. მოგიხსენებათ რომ ღვინით ხდება ადამიანის ზიარება, უფალმა აკურთხა პური და ღვინო და ქართველი ადამიანები ვიზრდებით ღვინოსთან ერთად ხაწითელით განსაკუთრებულად და სულ ყოველთვის მინდოდა რომ მე მადლიერი კაცი ვარ საერთოდ ცხოვრებაში ყველაფრის და ყველანაირად და მინდოდა ქართული ღვინოსთვის რაღაც გამეკეთებინა და ესე შეიქმნა ეს სიმღერა. მე არ ვიცი ეს ჩემი სიმღერა დროს გაუძლებს თუ არა და მე შევეცადე რომ ყველაფერი გამეკეთებინა და მუსიკის ავტორი არის ქალბატონი თამრიკო მეჭიაური ნიჭიერი და მშვენიერი ქალბატონი. მადლობას მოუხდი ამ კარგი მუსიკისთვის და ჩემი ლექსის გამშვენებისთვის. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ნამუშევარი არის, ასევე არის შველია სამანი ჩემს ლექსზე შექმნილი, რომელიც ქალბატონმა თამრიკომ არის მუსიკის ავტორი და შემსრულებელი. კი ბატონო, საუბრობდით ესე იგი თქვენს პრემიერაზე და მამაო ის რომ თქვენი დაწერილი ტექსტები არის და არაერთ თქვენს დაწერილ ტექსტზე შექმნილა არაერთი სიმღერა და აი ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ. მე არ მაქვს ბევრი ლექსები, მაგრამ ამღერებულია 70-მდე ლექსი. ბევრი ლექსი არ გაქვს? ზოგი ორჯერ, სამჯერ არის ამღერებული. ჩემი ლექსების ამღერებული ლექსების ნახევარზე მეტი დათუ არჩვაძემ ამღერა ნიჭიერმა და კარგმა ქართველმა ადამიანმა, რომელიც ბევრ ქართულ საქმეს აკეთებს. სამი საგალობელი შეიქმნა ერთ-ერთს გალობენ მცხეთის სამთავროს დედები სამთავროში. და ეს 7 იავნანა დაიწერა მოგიტანეთ საჩუქრებად. ეს 7-ვე იავნანა ამღერებულია, ერთი არის საგალობელი შექმნილი ნენანა, ღვთისმშობლის იავნანა. ეს 7-ვე იავნანის მუსიკის ავტორი არის დათუ არჩვაძე. მადლობას ვუხდი მას ნიჭიერებისთვის, მეგობრობისთვის და დავით კარგი ქართველობისთვის. კი ბატონო. კი და აი თქვენი სიმღერის შესასრულებლად რატომ არჩიეთ ქალბატონი ეკა? იცით, აი მე ჩემი სასიმღერო ლექსებიდან გამომდინარე რაღაცნაირად ხვდები ხოლმე სამწუხაროდ არ მაქვს მუსიკალური განათლება, მაგრამ ვის მოუხდება ეს ამღერებული და ეკატერინეს განსხვავებული ხმა აქვს და მომწონდა მისი ხმა და ესე ერთობლივად მოხდა ჩვენი ისე ჩემი ქალიშვილიც სასიმღერო ლექსებს წერს. ჩვენს ოჯახში ყველა ახლოს იყო ხელოვნებასთან. ებო ჩემის წერდა ლექსებს, მამა ჩემი დედა ჩემი ფარდაგებს ქარგავდა და გააჩუქებდა ხოლმე და ჩემი ქალიშვილის წერს სასიმღერო ლექსებს, მისი სიმღერები ტრიალებს რადიო სივრცეში. ძალიან კარგი. მის ლექსზე აფხაზეთში აქვს ლექსი და ბეჟან წინწალაშვილმა ამღერა და ძალიან კარგი სიმღერა არის და კლიპიც გადაიღეს ამ ჩემი ქალიშვილის სიმღერაზე მარიამ ჩოხლის. ხავაკედა. მოვიკითხო. საკო ეკა ჩვენთან საკმაოდ ხშირი სტუმარია და მე ძალიან მიყვარს მისი ნამღერი და განსაკუთრებული გამორჩეული ქალბატონია და ჩვენ ყველა განსაკუთრებით გულშემატკივრობთ მის ტყუპ შვილებს. და ჩვენმა მაყურებელმა ციცის ეს ყველაფერი და გვაინტერესებს ამბები როგორ არიან? როგორ მიდის რეაბილიტაციის პროცესი? დიახ, სულ ახლახან დაბრუნდი და ყველაფერი კარგად მიდის. მადლობა უფალს. კარგად მიდის ყველაფერი და იმედია რომ ბოლომდე კარგად წავა ეს ყველაფერი და ჩვენ იმ მიზანს მივაღწევთ, რაც ჩავიფიქრეთ და რა თქმა უნდა უფლის შეწევნით. კი, აუცილებლად და ჩვენი მაყურებელიც და ჩვენ ყველანი მთელი გულით და სულით გულშემატკივრობთ და ველოდებით კარგ და საუკეთესო ამბებს და თქვენ შემოქმედებაზე მინდა გკითხოთ, ვიცით რომ რაღაცა სიახლეები ამბები გაქვთ და ვიცით რომ სიმღერაზეც მუშაობთ, კონცერტიც დაგეგმილი გაქვთ, მოკლედ მე რო არ მოვყვეთ, თქვენ მოგვიყევით.
დიახ, მოგეხსენებათ ჩვენი ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან რამდენიმე დღე მიწევს ხოლმე ტყუპებთან დარჩენა, მერე ისევ აქ ჩამოსვლა, აქ მოსწავლეები მყავს. ამიტომ მაინც ვახერხებთ, რომ დავგეკმოთ რაღაცეები, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ უფლის შეწევნით და სიახლეების გახლავთ, რომ ისევ ვაპირებთ სიმღერების ჩაწერას, რამოდენიმე სიმღერის ჩაწერას და ყველაზე დიდი სიახლე ის არის, რომ ანსამბლი კავთა ხელმძღვანელი გახლავთ ჩემი მეუღლე ბესარიონ ოთიაშვილი, ქორეოგრაფი გახლავთ და ეს 3 წელია უკვე ვიცით, რომ შეუერთე მე სიმღერები მოკლედ და გავხდით სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. მაისის ბოლო რიცხვებში ზუსტად თარიღი მე თვითონ არ ვიცი. გადაწყვეტილია სოლო კონცერტი, ანუ ანსამბლი კავთას და ჩემით ამდენი. რა მაგარია. და ვიცი, ველოდებით დიდი სიხარულით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. მოწვეულები ხართ. დიდი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი და ტყუპებს კარგად ყოფს და მამათალმა არ შემიძლია რომ არ რა ვიცი დიდი მარხვა ზოგადად ეხა დაიწერა მარხვა და რა ვიცი გვირჩია კამერა რაღაც ასეთ ყოდით მრევლს დიდი მარხვას აქვს წინა მოსამზადებელი პერიოდი. ეს არის ყველიერის კვირა, რომლის კვირა დღე არის შენდობის მიტევების კვირა. აი პირველ საუკუნეებში სასულიერო პირები გადიოდნენ უდაბნოში, წმინდა მამები და შენდობას თხოვდნენ ერთმანეთს, არ იცოდნენ ცოცხლები დაბრუნდებოდნენ თუ არა იქიდან და დიდ მარხვა არის მოსამზადებელი პერიოდი ყველაზე დიდი დღესასწაულის უფლის აღდგომის ღამისთევის წირვის და ზიარებაზე მიახლების ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე ადვილი არის მარხვის დაცვა საჭმლით და ჩაცმულობით და ყველაზე ძნელი არის საქციელით, სიტყვით, საქმით, გულისხმის ყოფით. მარხვაში უნდა ადამიანმა კეთილი საქმეები გააძლიეროს, სიყვარული უნდა გასცეს, გაჭირებულ ადამიანებს დაეხმაროს და კეთილი საქმე აკეთოს. მარხვაში იკითხება განსხვავებული ლოცვები, კრიტელის ლოცვები იკითხება პირველ კვირაში, ეფრემასურის ლოცვები იკითხება, გაძლიერებული წირვა ლოცვები და ღმერთმა მშვიდობით მიგვაახლოს ყველა წმინდა უფლის წმინდა მოგისმინოთ. ველოდ ეგრე იყოს და ბატონო. არის ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მოკლედ მინდა რომ ხშირად იყოთ ჩვენი სტუმრები და გელოდებით სიახლეს გისურვებთ წარმატებებს და ყველაფერი კარგს. დიდი მადლობა. კარგი და საუკეთესო ამბებით გელოდებით.